განსაკუთრებულად თბილი და დადებითი ემოციებით იყო გამორჩეული ქართული ოცნების, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელგუჯა გოცირიძის შეხვედრები საჯარო სკოლების პედკოლექტივთან და ადმინისტრაციასთან, ჯერ ტყიბულის, ხოლო შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, სადაც უშუალო კომუნიკაცია გულღია საუბრის ფორმით შედგა. ელგუჯა გოცირიძემ შეკრებილთაგან პრობლემები გულისყურით მოისმინა და მათი აღმოფხვრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დეპუტატობის კანდიდატისათვის განსაკუთრებულად სათუთი და პატივსაცემია ინტელიგენციის ის ფენა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია და რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ახალგაზრდობის აღზრდა და განათლების საქმეს ემსახურება. ამიტომაც ამაღლებული იყო ამ შეხვედრაზე განწყობაც და ამაღელვებელი იყო მისი მიმართვაც პედაგოგებისადმი. თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია თუ როგორ აღიზრდებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებმაც უნდა შექმნან ქვეყნის უკეთესი და ნათელი მომავალი. ამიტომ მინდა გქონდეთ ისეთი ყოფითი და სასწავლო გარემო, სადაც შესძლებთ მუდმივად გაიღრმავოთ ცოდნა და დაიხარჯოთ მოსწავლეებისათვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე დღეს ვხვდები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და საჭირო ნაწილს, მასწავლებლებს. ამაცია დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე, მათი მოფერება, მათი სიყვარული ძალიან დიდად წასწევს წინ არა მარტო ჩვენ ქალაქს, არა მარტო ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი დღე არის ძალიან ემოციური, ნატვირთული. მინდა მისი გამოსვლიდან აღვნიშნო, რომ რაც მთავარია, იცის განათლების და სწავლის ხარისხის ფასი. კარგია, რომ სკოლა მისთვის არის პრიორიტეტი და დაისახა მიზნად, რომ თუ კი რაიმე პრობლემა აქვს სკოლას, იქნება მის გვერდით, დაუდგება თითოეულ პედაგოგს, დაუდგება თითოეულ სკოლას, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში და იზრუნებს შემდგომ მათი მოგვარებისათვის. მეტი პრობლემა იქნა დასახელებული, ვიდრე რეალურად ხდება ხოლმე და ბატონი ელგუჯა დაკვირდა მთავრობასთან ერთად ამ პრობლემების მოგვარებას. ძალიან კარგი პერსონაა და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ნამდვილად ჩვენს პარლამენტში. ვაჟკაცური შემართება, ინტელექტი, აი ცოდნისადმი უსაზღვრო სიყვარული დაეხმარა მას, აი ასეთი წარმატებული პიროვნება გამხდარიყო. ელგუჯა გოცირიძეს დღეს ჭირდება დაარწმუნოს ქვეყანა, რომ ის არის ჭეშმარიტი პატრიოტი თავისი ქვეყნისა და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გამოადგეს თავის ქვეყანას. აი მახარებს, როცა ასეთი ადამიანი ხდება დეპუტატი და მახარებს ის, რომ ჩვენს ქვეყანას ყავს ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბატონი ელგუჯა გოცირიძე. და დღეს რაც ილაპარაკა მან, ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის სიმართლე. ის იყო ყოველთვის წარმატებული ჯერ მოსწავლე, მერე წარმატებული ექიმი და ახლა წარმატებული ბიზნესმენია და ჩემი აზრით ასეთია, რომ ჩვენ ასეთი დეპუტატი ალბათ არ გქონია. მე ასე მგონია, რომ ელგუჯა იქნება ძალიან წარმატებული დეპუტატი და ტყიბულელებისათვის ერთ-ერთი საყვარელი პიროვნება. ელგუჯა გოცირიძემ თანადგომა აღუთქვა საჯარო სკოლების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინტერესშია განათლების სფეროში არსებული პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, რომელიც თავდაუზოგავი შრომით, სწორი ნაბიჯებით წარმატებების მომტანი იქნება. სამთავრობო გუნდის რჩეულისათვის, როგორც მან თავად აღნიშნა, განსაკუთრებულად სათაყვანო და დასაფასებელია ეს პროფესია, რამე თუ საფუძვლიანი განათლება ყოველთვის არის და იქნება მისთვის პრიორიტეტი. შეხვედრის დასასრულს პოზიტიური შთაბეჭდილებები ჩვენს გადამღებ ჯგუფს საჯარო სკოლების პედაგოგებმა გულწრფელად გაუზიარეს. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ცხადყოფს ალბათ იმას, რომ მან თავის განაცხადი გააკეთა, ინტელიგენციის წინაშე ღელავდა კიდევაც და ჰქონდა თავისი განცდა და მან ძალიან კარგად იცის ალბათ, რომ ჩვენ ვემსახურებთ ყველაზე საპატიო საქმეს და ჩვენს მიმართ თანადგომა მით უმეტეს ძალიან დიდი დადებითი და პლუსია მისთვის, როგორც მომავალი კანდიდატისთვის და ყველას მოუწოდებ, რომ თანაგრძნობა გაუწიოთ, დაუდგეთ და მივცეთ შესაძლებლობა ადამიანს, რომ მან თავისი ნიჭიერება და თავისი შესაძლებლობანი კიდევ ერთხელ მოახმაროს საზოგადოების კეთილდღეობას. კმაყოფილი დავჭი იმით, რომ არ მახსოვს ამ მოახლოეს პერიოდში ყოფილიყოს დეპუტატობის კანდიდატი, რომელსაც სურვილი გასჩენოდეს ინტელიგენციასთან შეხვედრას. რაც მან ჩვენ გაგვაცნო დღეს და რასაც გეგმავს და რასაც აპირებს,
ყველაფერს ეცდება რომ ჩვენთვის გააკეთოს. არა მარტო მისი სიტყვებიდან გამომდინარე, არამედ მისი განვლილი გზიდან გამომდინარე. ისეთი კმაყოფილები ვართ, რომ აი რა ვიცი, იმედით სავსე. პიროვნებაა თვითონ ისეთი, რომ აი ეტყობა, რომ არ მოგვატყუებს. ეს იმედი არ გაგვიქარწყლდება ნამდვილად. მშრომელი ადამიანი იქნება კარგი დეპუტატი. ვიცით, რომ არის ძალიან მშრომელი, პირის კაცი, ფიცის კაცი და ყველაფერს გააკეთებს. ვატყობ, რომ იმედები გაგვიმართება. იქნება მებრძოლი, როგორც ამდენხანს იყო ცხოვრებაში და დაუდგება რაიონის გვერდით, გვექნება წარმატებები. ამ პატარა საუბრის იქით ძალიან დიდი ინტერესი და ამაგი იმალება, რომელიცაც ის რაიონს გაუკეთებს მომავალში.